როგორც ხედავთ აკადემიაში ძალიან დიდი ფუსფუსია, მოკლედ განწყობა და ზენიც აღწევს, მშობლები, ბავშვები, ბებიები, ბაბუები აქტოვანებას ვერ მალავენ, ბავშვების ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. რა თქმა უნდა, თემატიკა არის საახალწლო, მიმდინარეობს ყიდვა-გაკიდვა და შემდეგ ამ შემოსული თანხით ბავშვები ისიამოვნებენ, დახარჯავენ ამ ფულს ისე, როგორც მათ ესურვათ. მოდი ახლა მე გავესაუბრები რამდენიმე მშობელს და გავიგოთ როგორი არის ემოციურად მათთვის დღევანდელი დღე. წავედით რა სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით როგორია ემოციურად თქვენ? უთა ქრისმას მარკეტია ჩვენთვის მთელი ევროპაში მოვიარე და ძალიან ემოციურად გახარებული ვარ რომ აქაც იგივე. დღევანდელი დღისთვის ძალიან განსაკუთრებით ვემზადებით უკვე მეორე წელიწადია. არის ჩვენი კლასის ბავშვების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები. ეს არის მისი მეგობრის მიერ შექმნილი და შევიძინეთ სამახსოვრად. მსგავსი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით. ბავშვებისთვის ისინი ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები. ეს ღონისძიება ის საახალწლო ტარდება ჩვენთან სკოლაში, აკადემიაში ძალიან ბევრი წელია ახლა დაახლოებით 3 წელია, რაც ჩვენ ამ სკოლაში ვართ 4 წელი და უკვე 4 წელია რომ ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან მოხარული ვარ და ასე ბავშვები ძალიან ხარისობენ, ძალიან უხარიათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთების ყიდვა-გაკიდვა. რა გქონდა წარმოდგენილი და დღევანდელ ემოციაზე რო გვესაუბრო? ძალიან ბევრი რაღაც გაქვს ჩვენ წარმოდგენილი და ძალიან მხიარულობა აქვს, სიხარულია და რავი, ყველაფერი. ხო არ გაგვიმხელ რაში უნდა დახარჯოთ შემოსული თანხა? კლასმა. სადღაც წავალთ, ვიპიკნიკებთ და ასე შემდეგ. შენ რა სიტყვი? ძალიან კარგი მოწყობაზე ვარ დღეს და იმედი მაქვს რომ ფულს ავაგროვებთ. გავუკეთეთ ყველაფერი და სადღაც წავალთ ერთად. კარგი, მადლობა. მოდი პატარა გამჭიდველებიც ვნახოთ. ნახოთ როგორ მიდის დღეს საქმიანობა, წამოხევი. პაპა, მითხარი, ახლა შენს მაგიდაზე რა არის წარმოდგენილი და რა გაკიდე და როგორ მოგწონს დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე მომწონს, რომ ანუ ყიდით რაღაცებს და ფულს ვაგროვებთ. კიდე მე რა გავყიდე? ავე 5 ლარიანები არის. კიდე 2 ლარიანები. რამდენი გამოგივიდა? ბევრი ფული გააკეთე? კი. ვინ არის ფინანსისტი, ვინ არის დღეს? შენ ხარ ფინანსისტი? მე სად გაქვს ფული შენახული? კონსულტანტი ვინ არის თქვენ შორის? მანახე აბა ბეიჯი. არ თხუის ბავშვი, ყოჩა თქვენ. 4 ლარის ნაცვლად 2 ლარი. არ ხავილები, კიდევ 2 ხავილები, თითოეულ კლიანი პარკი 4 ლარა. გადავინაცვლოთ ჯადოსნურ ლოკაციაზე, ეკოს სახელოსნოსთან, თქვენ იცით რომ სკოლა აკადემიასთან არსებული სახელოსნოა და მისი სული ჩამდგმელი ახლა ჩემს გვერდით არის, რომელიც თავად მოგვიწოდა თუ რამდენი ხანი მიდიოდა ეს პროცესი საახალწლო გამოფენაზე მზადების პროცესი და როგორი კმაყოფილი ხარ ეხლა? დიდი სიყვარული და საფრთხე ბავშვების ხელი შექმნილია და საოცარი ემოცია, საოცარი. ალბათ ერთი ნივთის შექმნას ერთი გაკვეთილი არ არის საკმარისი, ხოდა დროს ხდება, მაგრამ დიდი სიყვარული და სიმბოლი არის ბავშვებს. მე ეჭვმაქვს რომ ძალიან კარგი შემოსავალი ექნება დღეს იმ ბავშვებს, რომლებიც წარმოადგენს. როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღით და რა შეიძინე? აი ეს ნივთი შევიძინე, ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი ბაზრობაა, დიდი ხანია ასეთ საახალწლო ბაზრობაზე არ ყოფილი ვარ. აი ძალიან დიდი ხანია. კმაყოფილი ვარ ძალიან. ძალიან ბევრი რა გვაქვს წარმოდგენილი, ძალიან სახალისოა და რავი, ყველა წარმატებას უშავება. გემე, აბა როგორი კმაყოფილი ხარ დღეს დღევანდელი დღით? მოგწონს დღევანდელი დღე და რატომ? კი, ძალიან კარგი. რატომ? სახალისოა და ძალიან ბევრი შევა. აი ხასიათია. აბა დედიკოს თუ მოსწონს დღევანდელი დღე და როგორ შეაფასებდი და რა შეიძინეთ?
ძალიან მოწონს დღევანდელი და როგორც ყოველ წელს გვახარებს სკოლა აკადემიაში ამ ღონისძიებას შემიძლია ჩემი შვილის ნამუშევარი ბავშვების ნამუშევრები და ძალიან დიდი მადლობა სკოლა აკადემიას ჩვენ მოსწავლეებს ამ თამაშს ვითხარი ხა რა გაკიდეთ რა წარმოადგენთ რა არის წარმოდგენილი დღეს მაგიდაზე აი სამაჯურები და რაღაც კიდე ნამწყები და რაღაცები იყიდება კიდე ძალიან იაფი. როგორ მოგწონთ ბავშვებო დღევანდელი დღე ძალიან რატომ მოგწონთ იმიტომ რომ დღეს ყიდით რაღაც შენ მოგწონთ დღევანდელი დღე რატომ ჩემი საუკეთესო აბა შენ რა გაკიდე მითხარი სამაჯურები მადლობა პირველ კლასში ვარ და ნაძვისხები გავყიდე ყელსაბამები კიდევ მშობლებმა ჩვენს უყიდეთ და ძალიან განსაკუთრებით არც არის საოცრება მოდი ვანახოთ მაყურებელს აი ბავშვების ხელით ეკო სახელოსნოში გაკეთებული ესე ძალიან ლამაზია და აი მართლა ეს ჩემი შვილის ნახატი არის ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ყველას გილოცავთ შობა ახალდან ბედნიერი წელი დაგგმოდეთ ესენი ვის მიერ არის წარმოდგენილი ესენი ჩვენი სკოლის ბუფეტში არის დამზადებული ნატურალურ პროდუქტით ზოგიერთები არის მოსწავლეების ხელნაკეთებული სამი არის ჩვენი სკოლის ძალიან ნახენა დღეს არის ყიდვა გაყიდვა ძალიან მიხარია ძალიან ბევრი ბავშვი არის და ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ და დღეს ჩვენ მოვიტანეთ ბევრი რამ რაც შეგვიძლია გავყიდოთ მშობლებისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის იმედია კარგი საყამო გახდება და კარგად ვიხალისებთ ბევრი გამოიმუშავე არა ეხლა დავიწყეთ ამიტომ ჯეჯო და როგორი პირი უჩანს ბევრი გექნება შემოსავალი ჩემი ასეთ კიდევ და პოპკორნი ძალიან ბევრს გაიყიდება ქალბატონო თამა როგორი კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით და გაამართლა თუ არა ჩვენი მოლოდინები ბავშვებმა გაამართლეს თუ არა ნამდვილად მოგესალმებით ჯეკურევიჩი მინდა ვთქვა რომ ჩვენი ეს პროექტი ყოველწლიური პროექტი საახალწლო დღეებს უკავშირდება და ყველა ბავშვი ამის ბედნიერია თავის ხელნაწერებს ყიდიან ну გასაკუთრებია ყიდველი არის დედიკო მამიკო დედიკო ბაბიკო მაგრამ ყველაზე მთავარი წელს დაუშვით კიდევ ერთი გაბონაკისი წელს ცოტა შევცვალეთ ფორმატი უბრალოდ დავამატეთ მაგალითად კაფეტერია დავცენით აქვე და ამ კაფეტერიის მთელი ფინანსები მიდის მოხუცებულთა სახლის ანგარიშზე და გვინდა რომ არა მარტო ჩვენი პატარები იყვნენ ბედნიერები არამედ ჩვენი მოხუცებულები რომლებიც არიან მოხუცებულთა სახლში და ისინიც გავაბედნიეროთ თუნდაც პატარა მიზერული რაღაცა საჩუქრით და ასე ვთქვათ სუვენირებით მე ბედნიერი ვარ ძალიან როგორც ხედავთ სანტა კლაუსიც გამოჩნდა და განსაკუთრებული ემოციები იცოდა ბავშვებში მათთვის სანტა კლაუსი ჯადოსნური ახალი წლის მთავარი მოვლენა არის სანტა დაუვიდოს მათ საჩუქრებს მიულოცავს შობა ახალ წელს და რა თქმა უნდა ერთი წლით დაემშვიდობა მე გიტოვებ კადრებს მე ძალიან ვერ გავხამილები და ვაფიქრებ ის პატარა პირველი აკადემოსებებია ჩვენ გამიმართ